დიდი გამოხმაურება მოჰყვა ჩემს ვიდეოს ჩელენჯის შესახებ. როგორ დავამზადოთ ჩანთა ერთად. მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, ვისაც სურს ისწავლოს ჩანთის დამზადება. ეს ვიდეო გაკვეთილები იქნება ჩემს TikTok და ასევე YouTube არხზე. ყოველთვის იქნება, არ წაიშლება და ყოველთვის შეძლებთ ამ ვიდეოების ნახვას. ძალიან გამიხარდება თუ თქვენ დამზადებულ ჩანთებს მეც მაჩვენებთ, გამომიგზავნით ან მომნიშნავთ. ჩანთის დასამზადებლად დაგჭირდებათ 8 ან 10 მმ-იანი ზომის მძივები, 0,5 მმ ზომის ძუა და მაკრატელი. ვიდეო გაკვეთილის პირველ ნაწილში ვისწავლით, როგორ დავიწყოთ ქსოვა, როგორ გადავიდეთ მეორე რიგზე და შემოვაბრუნოთ ნაქსოვი. ასევე როგორ დავამატოთ ახალი ძუა ჩანთის ქსოვისას. ჩანთის დასამზადებლად მე ასეთი კვადრატული ფორმის თვლები გამოვიყენე. დაგჭირდებათ 500 გრამი თვალი. ვიდეოს დასაწყისში მოცემულ სქემაში ნაჩვენებია, რომ ვიღებთ ძირითად 18 თვალს და ვაკეთებთ 5 რიგს. მოემზადეთ ერთად, უნდა დავიწყოთ ქსოვა. ძუაზე აასხით 4 მძივი და მეოთხე მძივში გაატარეთ ძუის მეორე ნაწილი. სწორედ ასე შეიკვრება პირველი თვალი. ძალიან ბევრს აინტერესებს, როგორ იწყება ქსოვა და როგორ იწყება პირველი თვალი. სწორედ ამიტომ ვეცადეთ ძალიან ნელი ვიდეო კადრები გამეზიარებია. აი ასე შეიკრა პირველი თვალი. ახლა მარჯვენა და მარცხენა ძუას დავუმატეთ თითო მძივი და მესამე მძივში გაატარეთ ორთავე ძუა. ქსოვისას მე მსგავს კვანძს ვაკეთებ, რათა უფრო მჭიდროდ იყოს ნაქსოვი. შეგიძლიათ თქვენც გააკეთოთ. აი ასე შეიკრა ნაქსოვის მეორე თვალიც. ზუსტად ამავე პრინციპით უნდა გააკეთოთ დარჩენილი თვლებიც. ჩემი მძივები ცოტა მოზრდილი ზომისაა, ამიტომ მე 18 ძირითად თვალს ვაკეთებ. მაგრამ თქვენ თუ შედარებით პატარა ზომის მძივებს იყენებთ, შეგიძლიათ 20 ან უფრო პატარა ჩანთა გააკეთოთ და უფრო ნაკლები თვალი აიღოთ. ვიმეორებთ ზუსტად იგივე მოქმედებას. ერთ ძუაზე ავასხამთ ერთ თვალს, მეორე ძუაზე მეორე მძივს და მესამე მძივში ვატარებთ ორთავე ძუას. ქსოვისას ეცადეთ მაქსიმალურად დაჭიმოთ ძუა, რათა ჩანთა უფრო მყარი გამოვიდეს.
ახლა კი მივედით კიდევ ერთ მთავარ საკითხზე. როგორ დავამთავროთ რიგი და გადავიდეთ მეორე რიგზე. ქვედა ძუას დავუმატეთ 3 მძივი და მესამე მძივში გაატარეთ ორთავე ძუა. ასე ნაკსოვი ზედა ნაწილში ამოიწევს, ანუ ამოხვალთ მეორე რიგზე. მეორე რიგის დაწყებისთვის მარჯვენა ძუას დავუმატეთ 3 მძივი და მესამე მძივში გაატარეთ მეორე ძუაც. სწორედ ასე გაკეთდა მეორე რიგის პირველი თვალი. ახლა კი ქვედა ძუა გაატარეთ გვერდით მყოფ თვალში, ზედა ძუას კი 2 მძივი დავუმატეთ და მეორე მძივში გაატარეთ ქვედა ძუა. ასე შეიკრა მეორე რიგის მეორე თვალი. ზუსტად ამ პრინციპით უნდა გააკეთოთ მთელი რიგის ბოლომდე, ანუ ქვედა ძუა გაატარეთ გვერდით მდგომ მძივში, ზედა ძუას დავუმატეთ 2 მძივი და მეორე მძივში შეკარით თვალი. მეორე რიგის დასრულებისას ქვედა ძუა გაატარეთ გვერდით მდგომ მძივში, ქვედა ძუას დავუმატეთ 2 მძივი და მეორე მძივში შეკარით თვალი. თავიდან შეიძლება ეს ყველაფერი რთულად მოგეჩვენოთ, მაგრამ თუ დააკვირდებით, ძალიან მარტივი საქმეა. ასე შეიკრა მეორე რიგი. ახლა უნდა დავიწყოთ მესამე რიგის ქსოვა. ანუ მარცხენა ძუას უნდა დავუმატოთ 3 თვალი და მესამე თვალში გაატაროთ მარჯვენა ძუა. ახლა ქვედა ძუა გაატარეთ გვერდით მდგომ მძივში, ზედა ძუას კი დავუმატეთ 2 მძივი და მისევ მეორე მძივში შეკარეთ თვალი. აი ასე შევკარით მესამე რიგის მეორე თვალი. ზუსტად ამ პრინციპით უნდა გააკეთოთ ხუთივე რიგი. ახლა კი გეტყვით როგორ მოიქცეთ თუ ძუა აღარ ყოფნით. თვალს რომ შეკრავთ, ძუა ქვემოთ გადაიტანეთ, ისე რომ ნაკსოვი არ დაირღვეს და გააკეთეთ კვანძი. კვანძს რომ გააკეთებთ, შემდეგ ძუა ისე უნდა გაატაროთ თითოეულ მძივში, რომ ეს ყულფი არსად ჩანდეს. სპეციალურად გავაკეთე ნელი კადრები, რათა კარგად დააკვირდეთ, როგორ უნდა შეკრათ ძუა და როგორ უნდა ჩამალოთ მძივში.
გაითვალისწინეთ, რომ სუფთად უნდა იმუშაოთ, რადგან კარგი ხარისხის ჩანთის დამზადებისას, კარგი ნაკსოვის გაკეთებისას მსგავსი გადაბმები ასე შეუმჩნევლად უნდა იყოს. ახლა კი ახალი ძუა გაატარეთ აი ამ ორ თვალში და გააგრძელეთ ქსოვა. ამ პირველ ვიდეო გაკვეთილში თქვენ ისწავლეთ ის საბაზისო საკითხები, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ, როცა ჩანთის დამზადებას იწყებთ.